რაც შეეხება საგარეჯოს, სადაც 45,793 ამომრჩეველია რეგისტრირებული, უბნები გაიხსნა 7 საათზე, ხოლო ხმის მიცემის პროცესი ასევე 8 საათზე დაიწყო. პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე ისაუბრებს, ახლა გვანცა გისმენთ. საგარეჯოს ნომერ 9 საარჩევნო უბანზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია რეგიონში, პირველი ამომრჩეველი დილის 8 საათზე დაფიქსირდა, ის მირიან გრატიაშვილი იყო. ამომრჩევლებს შესვლისას მარკირება უტარდებათ, ხოლო გამოსვლისას მათ კიდევ ერთხელ ამოწმებენ ულტრაისფერი შუქით. მოქალაქეების განცხადებით, მათ სასურველ კანდიდატს უპრობლემოდ მისცეს ხმა. დღევანდელ არჩევნებს საგარეჯოში ასევე აკურდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირ დარღვევა არ დაფიქსირებულა და ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საპარლამენტო არჩევნება კანონის სრული დაცვით ჩაიაროს. ამჟამად დარღვევები არ არის დაფიქსირებული და ჩვენ გვევალება დავაფიქსიროთ აბსოლუტურად ყველა დარღვევა, თუ საჭიროა დავწეროთ საჩივარი, მივმართოთ თავმჯდომარეს, ანუ ჩატარდეს არჩევნები აბსოლუტურად სამართლიანად. მე ვინც მინდოდა ის ავირჩიე, ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია, არც არავის არაფერი, ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ როგორ რანაირად ვინ გვაწყობს, როგორ გვაწყობს. კოალიცია ქართული ოცნების საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელის განცხადებით, მოსახლეობაში მზაობა ძალიან დიდია და მისი აზრით არჩევნებზე დიდი აქტივობა იქნება. თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნების წინაც არ წყდება ხელისუფლების მხრიდან მის შტაბის წევრებზე ზეწოლა, განსაკუთრებით ეს ეხება აზერბაიჯანული ზონის მოსახლეობას. თინა ხიდაშელის განცხადებით, მათ პოლიციიდან დაურეკეს და მისი შტაბის წევრები დაიბარეს სამშაბათს დაკითხვაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ხელფასები ჩაერიცხათ. პოლიციიდან ურეკავდნენ ჩემი შტაბის წევრებს, საკმაოდ ბევრი ადამიანს დაურეკეს. ერთადერთი თხოვნით, კი არა და მოთხოვნით, რომ სამშაბათს უნდა გამოცხადდეთ პოლიციაში დაკითხვაზე. ანუ კითხვაზე რატომ? იმიტომ რომ თქვენ გავიგეთ, რომ ხელფასი ჩაგერიცხათ. საგარეჯოში სულ 49 საარჩევნო უბანია, უბნები 7 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 8 საათზე დაიწყო. ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება საღამოს 8 საათამდე აქვთ. დიდი მადლობა საგარეჯოდან ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე საუბრობდა.